ძურფასო მეგობრებო, ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ ერთხელ CFR-ზე, Council on Foreign Relations-ზე და იმაზე Deep State-ის მეოთხე ვიდეო იქნება. ანუ CFR became the first organization to unite private interests under the House of Morgan and Rockefeller with the purpose of influencing governmental decisions and directives. ანუ CFR-ი გახდა პირველი ორგანიზაცია, ვინც გაერთიანა კერძო და სახელმწიფო ინტერესები House of Morgan-ის და Rockefeller-ის სახელმწიფო მიმართულებით, ანუ კერძო ორგანიზაციებმა როგორ დაიწყეს ფაქტიურად ზეგავლენის მოხდენა სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, როგორც ისტორიკოსი ენახენ, historian Arthur Schlesinger Jr. described the CFR as the front organization for the heart of the American establishment. ისტორიკოსმა Schlesingерმა, Arthur Schlesingерმა დაახასიათა Council on Foreign Relations-ზე, როგორც ფრონტალური ორგანიზაცია ამერიკული establishment-ის გულში. ანუ გულიაო ამერიკული establishment-ის ეს დახასიათება მან გააკეთა თავის ნაშრომში 1000 Days John Fitzgerald Kennedy in the White House. 1965 წელს ბოსტონში გამოიცა ეს წიგნი. David Halberstam in The Best and the Brightest called it the establishment unofficial club. კიდევ ერთი ისტორიკოსი, David Halberstam-ი, თავის წიგნში The Best and the Brightest, CFR-ს ეძახდა establishment-ის არაოფიციალურ კლუბს. აგერ არის 72 წელს. ხო? ახეთ როგორი სინამდვილეში რა არის, ხო? Richard Rovier in the Esquire article spoke of it as a sort of presidium for that part of the establishment that guides our destiny as a nation. Policy and strategy are worked out by the council and reach the president by way of the State Department, which of course is largely staffed and always directed by council members. ახეთ მეგობრებო, პროფესორ რიჩარდ როვიერი თავის ნაშრომში, თავის ეს არის სტატია იყო, ერთ სტატიაში გვეუბნება, რომ ეს არის ისეთი პრეზიდიუმის ტიპის ორგანიზაციაო, პრეზიდიუმის, სადაცო ელიტებიო მართავენო და წინ უძღვებიანო ერის ბედსო. ანუ ბედს განსაზღვრავსო ეს ორგანიზაცია, ამერიკელებზეა საუბარი. განსაზღვრავსო policy and strategy, ანუ განსაზღვრავს პოლიტიკას და სტრატეგიას that worked out by the council, რომელიც მაშინ CFR-ში გადაწყვეტილება იქნება მიღებული და პრეზიდენტს მიეწოდება საგარეო საქმეთა ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლითო. და რომელიც თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვათ დიდწილადო დაკომპლექტებულიაო სწორედ ამ შტატებით. ანუ ძვირფასო მეგობრებო, ვინ მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელი Deep State-ის რომელი ნაწილი. ხო, აგერ არის იხილეთ 62 წელს უკვე ეს ვიცოდით, 1962 წელს. Richard Harwardi, managing editor of the Washington Post, ანუ Washington Post-ის მთავარი რედაქტორი წერს CFR members are the nearest thing we have to a ruling establishment in the United States. Washington Post-ის მთავარი რედაქტორი წერს, ვიღაცა კი არა. რაღაც შეთქმულების თეორია კი არა. Washington Post-ის მთავარი რედაქტორი წერს, რომ CFR-ის წევრებიო არიანო ამერიკის შეერთებული შტატების მართველი ელიტა. იგი აგრძელებს, ხო? Harvard went on to identify CFR members in top positions as the New York Times, the Wall Street Journal, Time Magazine, the Post, Network, National News. იგი გვატყობინებს, რომ ამ იმის რა ქვია CFR-ის წევრები არა მარტო კაცო საგარეო პოლიტიკის ამბებს განსაზღვრავენ ამერიკისას. არამედ ისინი მართავენ გაზეთებს, ისეთებს როგორც არის New York Times-ი, Wall Street Journal-ი, Time Magazine,
და პოსტი და სხვა ქსელის იმის. ანუ თავისუფალი სიტყვა კი არ არის ამერიკაში კაცო. CFR deep state განაგებს ამ ამბებს. These media officials, he concludes, do not merely analyze and interpret foreign policy for the United States. They help to make it. ანუ ეს მედიის წარმომადგენლებიო, კაცო, deep state-ის მედიის წარმომადგენლები. განა რაღაცა ანალიზს კი არ უკეთებენო მიმდინარე საგარეო პოლიტიკას. არამედ განსაზღვრავენ ამ საგარეო პოლიტიკას. ანუ ეს მედია წარმომადგენლები მოქმედებენ საგარეო ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ ისინი ეხმარებიან ოფიციალურ პირებს, დამხმარე საშუალებებია ხალხო გაზეთები. და არა რაღაც აი ინფორმაციას კი არ ავრცელებენ, არა, პროპაგანდას ავრცელებენ. ისინი ეხმარებიან ამერიკის შეერთებული შტატების establishments. აგერ არის ბატონ ჩემო, Washington Post-ში 1993 წელს მთავარი რედაქტორი Washington Post-ის გვატყობინებს და შეგიძლიათ თქვენი თვალით იხილოთ. მადლობა ყურადღებისთვის.